მოგესალმებით. ახლა ვიჯექი ვმუშაობდი, თან ყავას მივირთმევ და მომიგდო ერთი ვიდეო, ამის მერე დავდებ, სადაც ერთ-ერთი მამა, ამერიკელი კაცი, ყვება იმის შესახებ, თუ როგორ გაუჩნდა, როგორ დაიწყო ბიზნეს იდეა. და ეს ბიზნეს იდეა უკავშირდება თავისი ქალიშვილის თმების გაკეთების, ასე ვთქვათ, პროცესს. ხოდა ეს რაზე ამიჯუყდა გული და რა გამახსენდა, რომ ჩემი ბავშვობის 5 მოგონება რომ ავიღოთ და შეგრძნება, როცა თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ერთ-ერთი იყო შეგრძნება, როცა დილით სკოლაში წასვლის წინ მამა ჩემი მიკეთებდა ნაწნავებს და სხვადასხვანაირ რაღაც ვარცხნილობებს. ეს ერთი შეხედვით არის რაღაც ეს ძალიან საყვარელი გულის ამაჯუყებელი ფაქტი, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის ურთიერთობის საფუძველი მამასა და შვილს შორის. და მივხვდი დღეს გავიაზრე, რომ დღემდე ესე ვართ მე და მამაჩი. სტორი ვერ ჩავწერე, ამეტირა. მინდა რომ ცოტა სერიოზული ჭრილით შეგახედოთ, რას გულისხმობ რა, მამისა და ქალიშვილის ურთიერთობა. მე როგორც ქალიშვილი და მე როგორც გოგოს დედა გეუბნებით, რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ არის ასაკში წყლის მომწოდებელი და მომვლელი მეყოლება. არ არის ეგ. გოგოს ცხოვრებაში ის თუ როგორ აღიქვამს მას მამამისი, როგორ ექცევა, როგორ ელაპარაკება, რამდენად აღიარებს და საერთოდ როგორი არის მათი ურთიერთობა, ეს დიდწილად განსაზღვრავს გოგოს პიროვნებას. და იმას თუ როგორი იქნება ეს გოგო სამყაროსადმი და შემდეგ თავის ურთიერთობებისადმი და საერთოდ ყველაფრისადმი რა. ეხლა ისე ნუ გაიგებთ, რომ მე რაღაცა ჩემს ურთიერთობებს ვაქებ და შეიძლება მამა ჩემი კლასიკური გაგებით იდეალური მამა არ იყო, მაგრამ ჩემი სულის და გულისთვის იდეალურია. იმიტომ რომ თავარი რაც იყო ის მომცა ალბათ რა, ეს გულწრფელი ურთიერთობა, რომელიც არის ნდობაზე დაფუძნებული, რომელიც არის აღიარებაზე დაფუძნებული და